საქართველოს რუსულ ენერგოგიგანტთან ინტერაოსთან $76 მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრის ვებგვერდის თანახმად 2025 წლის 21 აგვისტოს აპელაციის განხილველმა ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა საქართველოს აპელაცია და ძალაში დატოვა პირველადი გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის 27 ოქტომბერს იქნა გამოტანილი. განაჩენის თანახმად საქართველოს მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის რუსულ ენერგოკომპანია ინტერაოს $76 მილიონი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. საქმე უკავშირდება ორ საარბიტრაჟო დავას, რომლებიც ინტერაოს შვილობილმა კომპანიებმა საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2017 წელს წამოიწყეს. ინტერაოსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფის შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა. სწორედ ამ მემორანდუმის მუხლების დარღვევა დაადასტურა არბიტრაჟმა, რის საფუძველზეც ინტერაოს როგორც ჰოლანდიელ ინვესტორს საქართველოსგან კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ $1.6 მილიონი ჩარტერული ავიარეისების შესყიდვის შესახებ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი მონაცემების თანახმად, აღნიშნული შესყიდვა საიდუმლოა და მისი პირობები საჯაროდ არ არის გამოქვეყნებული. დაინტერესებულ პრეტენდენტებს არაუგვიანეს 26 აგვისტომდე აქვთ დრო სამინისტროში ინტერესის გამოხატვის თაობაზე წერილი წარადგინონ. წერილს თან უნდა დაერთოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია აჯეტი ანკარა-თბილისი ანკარა-საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები სექტემბრის ბოლოდან კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია აჯეტი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის, თურქეთის ავიახაზების შვილობილი კომპანია. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით ორ ქვეყანას შორის 1.2 მილიონზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47% შეადგინა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით 2025 წლის პირველი 7 თვის მდგომარეობით საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის 20,000-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. უწყების ცნობით იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. დღეს მდგომარეობით სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 7 თვეში საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურად გადაყვანილი იქნა 4.601.048 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივლისში $417 მილიონი შეისყიდა. ამის შესახებ BIMEDge პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების სტატისტიკის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ივლისში საქართველოს სავალუტო რეზერვები $321 მილიონი გაიზარდა და მან $5 მილიარდ გადააჭარბა. მთლიანობაში 2025 წლის განმავლობაში SEB-მა $1.3 მილიარდი შეისყიდა, მათ შორის ყველაზე დიდი $417 მილიონი შესყიდვა სწორედ ივლისში განხორციელდა. ამჟამად არსებული $5 მილიარდი რეზერვები არ არის რეზერვების პიკური მოცულობა, რადგანაც საერთაშორისო რეზერვები მაქსიმუმზე 2023 წლის აგვისტოში იყო და $5.4 მილიარდ შეადგენდა. 2025 წლის პირველ ნახევარში პაშა ბანკის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით გაიზარდა. ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მონაცემების მიხედვით, 2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით საფინანსო ინსტიტუტის აქტივები $621 მილიონ, საკრედიტო პორტფელი $431 მილიონ, წმინდა მოგება კი $4 მილიონ შეადგენს. ბანკში ჯამში წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით $365 მილიონი დეპოზიტები განთავსებული. პაშა ბანკი საქართველოში 12 წელია ოპერირებს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის, პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია 3 ქვეყანაში: აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.
ივლისში საწვავზე უნაღდო დანახარჯები TBC ბანკის არხებით წლიურად 18%-ით გაიზარდა. TBC კაპიტალის მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკის ივლისის მონაცემებით საწვავზე გაწეული საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 54 ლარი იყო. ამასთან მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა და ერთ ტრანზაქციაზე 50 ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, საქართველოში საწვავი აგვისტოშიც გაძვირდა, ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 3-დან 10 თეთრის ფარგლებში გაიზარდა. საქართველოს 7 თვის ჭრილში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენა გაუიაფთა. კერძოდ იანვარ-ივლისში საქართველომ 727 მილიონ 556,000 დოლარის ღირებულების 970,000 ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტები იყიდა. ეს ღირებულებაში წლიურად 5,6%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო მოცულობაში 6,7%-ითაა გაზრდილი. ნავთობპროდუქტების იმპორტის 44,8% რუსეთზე მოდის. წელს იანვარ-ივლისში ქვეყანაში 326 მილიონ 114,000 დოლარის ღირებულების 468,000-ზე მეტი ტონა რუსული ნავთობპროდუქტები შემოვიდა. შეძენილი საქონლის ღირებულება წლიურად 1,6%-ით არის შემცირებული, ხოლო მოცულობა 8,4%-ით გაიზარდა. წყალიმთის და საფეხბურთო გრანდი პარი სენ-ჟერმენი ძალებს კიდევ ერთხელ აერთიანებენ. ორი გამორჩეული ბრენდის პარტნიორობა გრძელდება. 2025 წლის საფრანგეთის ლიგის, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და UEFA-ს სუპერთასის გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავები, როგორებიც არიან უსმან დემბელე, ვიტინია, ფაბიან რუისი, დეზირე დუე და გონსალო რამოსი, სწორედ წყალიმთის ირჩევენ. ფეხბურთის სამყაროში ეს ცნობილი სახელები წყალიმთის საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი გმირები არიან. წყალიმთის და ფრანგული საფეხბურთო გრანდის პარტნიორობა 2025 წლის მარტში დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მთის და პარი სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. ეს წამოწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia's და მისი ფლაგმანი მთის ბრენდის ერთგულებას, ხელი შეუწყოს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შეკავშირებას. პარი სენ-ჟერმენს კი წყალიმთის სახით სანდო რეგიონალური პარტნიორი ჰყავს. წყალიმთის კომპანია Coca-Cola-ს პორტფელში 500-ზე მეტ სხვა ბრენდთან ერთად არის დარეგისტრირებული. ეს კი წყალიმთის შესაძლებლობას აძლევს Coca-Cola-ს სახელით წარმოდგენილი პირველი ქართული ბრენდი იყოს საერთაშორისო ბაზარზე. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 16,6%-ით 145,4 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წლის პირველ 4 თვეში რუსეთში გაყიდვების კლებით არის განპირობებული. ამასთან ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სტატისტიკით გაყიდვები შემცირებულია ყაზახეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში. შედეგად ქვეყანამ 7 თვეში ჯამურად 49,5 მილიონ litrზე მეტი ღვინო გაყიდა. მოცულობის მიხედვით კლება თითქმის 11 მილიონ litrს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 7 თვის მონაცემებით ღვინის ექსპორტში რუსეთის წილმა 61,6%-ამდე დაიკლო, მაშინ როდესაც გასულ წელს ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 69,6% იყო. იანვარ-ივლისში საქართველოდან რუსეთში ჯამურად 89 მილიონ 615,000 დოლარის ღირებულების 32,7 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ექსპორტს ღირებულებაში 26,2%-ით ჩამორჩება. მთავარ საექსპორტო ქვეყანაში ღვინის გადაზიდობის კლება რუსეთის მიერ ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ სასმლის იმპორტზე დაწესებული ბაჟით იყო განპირობებული, რომელიც მაისში ამოქმედდა. ქართული ღვინის უმსხვილეს სარეალიზაციო ქვეყნებში გაყიდვები რუსეთის გარდა შემცირდა ყაზახეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაშიც. 2025 წლის 7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 727,000 დოლარზე მეტი 1641,000 ტონა საზამთრო გავიდა. წლის ჭრილში ექსპორტის ღირებულება 668%-ით, მოცულობა კი 398%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ერთადერთი საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის სომხეთი იყო. წელს ამ პოზიციაზე რუსეთია, სადაც მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარი გავიდა. ამასთან წლევანდელი მონაცემებით რუსეთში საზამთროს ექსპორტი ბოლო 4 წლის მაქსიმუმზეა. თბილისის მერიის ინფორმაციით მეტროსადგური ვარკეთილი ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას დილის 7 საათზე დაიწყებს და 23 საათზე დაასრულებს, რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს. ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. მეტროსადგურმა ვარკეთილმა მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც დახრილი
გაშლილი გვირაბის თუჯის სამაგრების და ქვედა ბაქნის რკინა-ბეტონის თაღისარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია, რომელიც 2016 წელს დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო, მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.